ვისაუბროთ მსახიობზე, რომელმაც გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში. ნუცა ჩხეიძე, ნინო ჩხეიძე. ეს იყო ნამდვილად დიდი მოვლენა და ამ ხარისხს, რომელიც მან დადო ქართულ დრამატულ თეატრში, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა ოჯახი. ნუცა ჩხეიძის მამა პლატონ ჩხეიძე ქუთაისში ცნობილი იურისტი იყო და როგორც ამბობენ, ქართულ თეატრზე უკიდეგანოდ შეყვარებული ადამიანი. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ქალის სცენაზე ასვლა და თამაში გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ პლატონ ჩხეიძის მეუღლე ქუთაისის თეატრის სცენაზე იდგა და მისი უფროსი ქალიშვილი მაშოც. ნუცა პატარა ბავშვია ამ დროს, მაგრამ დიდი სიყვარული იზიდავს მაინც თეატრისკენ. რატომ? ჯერ ერთი მას პროფესიული განათლება, რა თქმა უნდა, არ მიუღია, უფრო მეტიც სკოლაშიც არ უვლია. პლატონი ფიქრობდა, რომ თანამედროვე სკოლა ვერ მისცემს იმ განათლებას, რომელიც მე მინდა, ამიტომ ნუცა ჩხეიძემ ოჯახში შინ მიიღო განათლება. წერა-კითხვა არაჩვეულებრივმა მსახიობმა ეფემია მესხმა ასწავლა. და როგორც ნუცა ჩხეიძე იგონებს, ქართულ სიტყვასთან მისი პირველი შეხება იმ სიტყვასთან, რომლის ძალაც იგრძნო და რაღაცა საიდუმლო კარი გაუხსნა, დაკავშირებულია ასევე კოტე მესხის დასთან, ანა მესხთან, ვეფხისტყაოსან სეპირად უკითხავდა. და რაღაცა ნუცა ჩხეიძე იგონებს, რომ სხვა სამყარო გაიხსნა ჩემთვისო. მშობელი დედა და მისი დაც, რა თქმა უნდა, დრამატულ თეატრში სცენაზე იდგნენ, მაგრამ პლატონ ჩხეიძეს ჰქონდა პრინციპი, რომ ჯერ ბავშვია, პატარაა და მოვა დრო, როცა ეს თეატრში უნდა მივიდეს. ასე რომ ნუცასთვის მაინც დახშული იყო თეატრის კარი. ოღონდ 1893 წელს ლადო მესხიშვილი ჩამოვიდა ქუთაისში და პირველად 12 წლის ნუცა შეიყვანეს დრამატულ თეატრში და პირველად იქ განიცადა თეატრის სიტყვოება. ქართული თეატრის საქმეს ყოველთვის ემსახურებოდნენ ისტორიულად და ეტყობათ ტრადიციითაც, სწორედ თავადაზნაურობის წარმომადგენლები. ჯერ კიდევ, როდესაც გიორგი ერისთავმა დადგა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, იქ გვარები არის ჯამბარკურ ორბელიანი, ბაგრატიონი, ესეთი ხალხი თამაშობს და თვითონ თავისთავად ცხადია, რომ ქსნის ერისთავი იყო გიორგი ერისთავი, ხო და ესეთი ყველაზე ცნობილი გვარის წარმომადგენელი. შემდეგაც, როცა უკვე აღდგენილი ქართული თეატრი იწყებს ფუნქციონირებას, იქაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს თავადაზნაურული გვარის წარმომადგენლები, ესე იქნენ აბაშიძეები, ჩერქეზიშვილი, მესხები და თავისთავად ცხადია ჩხეიძეები და ჩხეიძეებს დღესაც აგრძელებენ ქართული თეატრის სამსახურს, კი არა, მსახურებას. და ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი პირველი მათგანი იყო ნუცა ჩხეიძე, რა თქმა უნდა. ჯერ ძალიან პატარა იყო, როდესაც ავიდა სცენაზე, მაგრამ იცით რა განაპირობა ესა, რომ დედამისი მუშაობდა თეატრში. კი არ მუშაობდა, არამედ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა ქართული თეატრისთვის და ცხადია, რომ აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ილია ჭავჭავაძის მოწოდება იყო. იმ ილია ჭავჭავაძეს შემთხვევით კი არ უწოდებდნენ გვირგვინო მეფეს, ის რასაც იტყოდა, ის რაღაცნაირად მერე სრულდებოდა. და შესაბამისად, როდესაც პატარა გოგო მივიდა თეატრში, რაღაცა ბედის წერაც იყო ეს ერთგვარად. პირველი რაც თქვა მის შესახებ ლადო მესხიშვილმა, მან თქვა, რომ შენ ისეთი თვალები გაქვს, რომ დედასაც აჯობებ და დასაც. როგორც ჩანს, და ვიცით რომ თეატრში იყო, მაგრამ დედაც როგორც ჩანს იქ იყო.
1894 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრში ლადო მესხიშვილის საბენეფისოდ ჩამოიტანეს პაოლო ჯაკომეტის დამნაშავის ოჯახი. კორადოს როლს თამაშობდა ლადო მესხიშვილი და ქალიშვილის როლს ესმას ასახიერებდა ნუცა ჩხეიძის უფროსი და მაშო. მაგრამ მოულოდნელად მაშო ავად გახდა. რა თქმა უნდა, ბენეფისის გადადება შეუძლებელი იყო, გამოსავალს მიაგნო კოტე მესხის მეუღლემ და ეს როლი დისნაცვლად დააკისრეს 13 წლის ნუცა ჩხეიძეს. ასე აღმოჩნდა ის სცენაზე, როგორც თვითონ იგონებს, სპექტაკლის შემდეგ დიდი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს, თავზე ხელი გადამისვა ლადო მესხიშვილმაც და კოტე მესხმაც და ამის შემდეგ თეატრს ვეღარავინ მომაშორაო. ლეჭერჭოძე წერს გასაოცარ რამეს. ხო ძალიან ესეთი ლაპარაკი იცოდა, პირდაპირ ლაპარაკი იცოდა, არის კახელი იყო, რომ ეს არ გაეკეთებინა. ის წერს, რომ ესო ახალი ყვავილია იმ ოდნავ მიმჭკდარ თაიგულში, რომელსაც ქალების სახით ამშვენებ, რომელიც ქალების სახით ყავს ქართულ თეატრს. აი მართლაც რომ ამ ქალმა შეასრულა უზარმაზარი როლი იმაში, რომ აი არა მხოლოდ ევროპული, არამედ რუსული ეკრუჩინინას თამაშობდა შესანიშნავად, ზეინაბს თამაშობდა შესანიშნავად. აი ეს როლები შეესრულებდა და მან ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა ქართული დრამატული და ტრაგიკული მსახიობების მთელს პლიადას. საერთოდ მიღებულია ხოლმე, რაც მე ყოველთვის მაღეზიანებს, რომ ადარებენ ხელოვან სპორტსმენს, თქვათ, ვინ ეს ჯობია, ის ჯობია, თუ ეს იმას გავს. ალბათ როგორც ცხოვრებაშია ერთი ადამიანი არასოდეს არ გავს მეორეს, ისეა ხელოვნებაშიც, სპორტშიც და მაგრამ მე რატომღაც ჩემთვის გონია, რომ ნინო იგივე ნუცა ჩხეიძე არის აი ქართულ თეატრში, აი დრამატული ტრაგიკოსი მსახიობების აი პლეადის რაღაცა საფუძველის ჩამკრელი. რა თქმა უნდა, მანამდეც იყვნენ ბაბუ ავალიშვილი იყო და სხვები იყვნენ მსახიობები, მაგრამ აი სწორედ ესე მკვეთრად დრამატული ძლიერი ხასიათის ქალები, ტრაგიკული როლები სწორედ ნუცა ჩხეიძისგან იწყება და მერე ალბათ მისი მემკვიდრე ვერიკო ანჯაფარიძეა და ბოლოს ალბათ ზინა კვერენჩხილაძე. ჩემთვის აი პირობითად ასე ვალაგებ მე ამას. ეხლა თვითონ რო გადავხედოთ მის აი რეპერტუარს, მართლა ისეთი როლებია, ეხლა რამდენიმეს გავიხსენებ უბრალოდ, რომ ოფელია ხო, იგივე ჰამლეტში, დეზდემონა ოტელოში, ფრუ ალვინგი იბსენის მოჩვენებაში, იგივე ნორა იბსენის ამავე სახელწოდების პიესაში, ზეინაბ დედოფალი ღალატში, ანუ სულ არის ეს ტრაგიკული, დრამატული, ძალიან ისეთი ძლიერი ნებათაღელვის ადამიანები და თან აი მისი გარეგნობაც, აი ეს ძალიან მეტყველი თვალები, აი ერთ დეტალს გაგახსენებთ უბრალოდ, ხა თეატრიდან ბუნებრივია ჩვენ გადმოცემით ვიცით და რაც აგვიკითხავს და მოგონებებით, მაგრამ აი ერთ-ერთ კინოსურათში სიკო დოლიძის ფილმია დარიკო, ხო 30-იან წლებშია გადაღებული. ერთ ეპიზოდს გავახსენებ უბრალოდ მაყურებელს. იქ არის სცენა, როდესაც ციმბირში ასახლებენ, ხო, მის შვილს და მას და მთელ ოჯახს. და ჭელექით არის დაავადებული ეს შვილი და კვდება. და ამ დედას ყავს ჩახუტებული მატარებელი საერთო ის არის ხო პატიმრები გადაყავთ. და უნდა რომ დაამშვიდოს და უმღერის იავნანას. და აი მსახიობი ახლა შეიძლება კი არავის არ ვაკრიტიკებ, მაგრამ რომელიმე მსახიობს ეთამაშა ძალიან ექსპრესიულად, თმები გაეშალა და რა პათეტიური, დედა ახლა როგორია შვილი უკვდება. აი არაფერს ზედმეტს ეს ქალი არ აკეთებს, მაგრამ აი მის თვალებში, მის იერში, მის გამოხედვაში არის აი ეს დიდი ტკივილი, რომ შვილი უკვდება ხელში. და აი ეს თვალები აი დღემდე მახსოვს ეს და არ ვიცი მაყურებელს ვისაც ნანახეთ ახალთაობას ალბათ ნაკლებად, მაგრამ ეს ფილმი უდაოდ დაამახსოვრდებოდა ეს მსახიობი. ნანა.
მიმღერე ნანა შემოქმედება გამჭოლული იყო სიმართლით. ამიტომ იყო დამაჯერებელი და ამიტომ სწდებოდა მაყურებელს გულის სიღრმემდე ყველონის მიერ განსახიერებული სახე. მუსაჩხეიძის ნიჭი ისეთი დიდი იყო და მისი თამაშისაგან მიღებული შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი, რომ თუ ვინმე სტილად ხვდა ბედნიერება, ერთხელ მაინც ენახა მუსაჩხეიძის ცხოვრებაში ან როლში, ის არასოდეს დაივიწყებს მის ნათელ, შთაგონებულ სახეს მის თვალებს და განუმეორებელი ტემბრის ხმას. ის იყო მოვლენა და მოვლენა რომ იყო, ამას ჩვენ ვიგებთ პრესის საშუალებით. რა გამოხმაურებები, რა შეფასებები ჰქონდა მუსაჩხეიძეს და როგორ იყო თაობა მოხიბლული, როგორ იყო თაობა აღტაცებული, გატაცებული და უზომოდ შეყვარებული მუსაჩხეიძეზე. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიხმობ. სიკო ფაშალიშვილი მუსაჩხეიძეს უძღვნის ასეთ ლექსს. და რა ბრწყინვალე სათნოების დროშა გიჭირავს, ვინა ისურვოს, რომ შენი გზა დიდებით აქოს, შენ და ლადოსთვის, რა ცრემლებით შემომიწირავს, ალალი იყოს სანატრელო, ალალი იყოს. აღფრთოვანებული გიორგი ლეონიძე მუსაჩხეიძეზე წერდა. მუსაჩხეიძე არის ის, ვინც ჩვენი ყრმობის სიზმრები, ყმაწვილური ოცნებით მოხიბლა, ვინც ჩვენი ცხოვრების გაზაფხული თავისი ძლიერი ნიჭით გაახალისა, ვინც ადამიანის სულის სიღრმეში ჩაგვახედა და მის ტანჯვასა და სიხარულს გვაზიარაო. და უფრო მეტიც ისეთი თავშეკავებული მეცნიერი, როგორიც იყო დიდი ივანე ჯავახიშვილი, გამოეხმაურა უნივერსიტეტის სახელით მუსაჩხეიძის საიუბილეო თარიღს და დეპეშა გაუგზავნა, მისალოცი დეპეშა თბილისის უნივერსიტეტისგან. და ტექსტი არის ასეთი: თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო იზიარებს მთელი ერის სიხარულს ქართული სცენის დღესასწაულის გამო და მაღალნიჭიერი უბილარს ნინო ჩხეიძეს უსურვებს დღეგრძელობას. რა
განს მოურის შემსრულებელმა ლადო მესხიშვილმა სთხოვა ნუცას, რომ სილა მთელი ძალით გაეცნა, რაც მის ემოციურ სამყაროს უფრო ხილვაც და მნიშვნელოვანს გახდიდა. ნუცამაც ისე გააწნა სილა, რომ თელმა დარამაზმა ამოიგმინა. ამავე დროს მათი შერკინებისას მოხდა ისე, რომ ნუცამ ხმალს მოკიდა ხელი, ისეთი ძალით, რომ ხელი გაეჭრა, მაგრამ იგივე მოვლენა განმეორდა, რაც ზეთის ჩირაღნის დროს, მან ვერ იგრძნო სისხლის წამოსვლა და მხოლოდ ფარდის დაშვების შემდეგ ლადო მესხიშვილმა მას შეუხვია გაჭრილი ხელი. ამდენად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ემოციური, რამდენად პროფესიული მსახიობი იყო ნუცა ჩეიძე, რამდენად გადამდები იყო მისი ემოცია დარბაზისთვის. ამის შესახებ თავად დედი ალექსანდრე იმედაშვილიც იხსენებს, რომ როდესაც ნახა იგი როლში საოცრარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ავიდა სცენაზე და მის გმირის ვარვარას კაბას მოახია პატარა ნაჭერი და შეინახა. სხვათა შორის ეს მოვლენა არაერთჯერ განმეორდა, იგივე ახალგაზრდები, რომლებიც არაერთჯერ ესწრებოდნენ ნუცა ჩხეიძეს სპექტაკლებს და ამ ვარვარას როლს, ისინი თხოვდნენ შემდგომ სცენის მუშებს, რომ კაბის ნაფლეთი მიეცათ მათთვის და ეს კაბის ნაფლეთებს ინახავდნენ სამახსოვროდ. მაყურებელი, რომ იმდენად ძლიერი იყო ეს ემოცია, იმდენად პატივს სცემდნენ მსახიობს, მის პროფესიონალებს და მის მიერ განსახიერებულ როლებს. საინტერესოა ერთი რამე, რომ მისი მეუღლე მიხეილ ქორელი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესიონალი, როცა ეს პროფესია შემოვიდა საქართველოში, რეჟისურას გულისხმობ, ადრე მოგეხსენებათ მსახიობები, დრამატურგები გავდნენ. როცა ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, აი 5 რეჟისორში ერთ-ერთი იყო, ვინც სწავლა-განათლება მიიღო რუსეთში და ისე ჩამოვიდა მიხეილ ქორელი, მისი მეუღლე და ის სხვადასხვა ქალაქში მუშაობდა და ბუნებრივია მეუღლეც მასთან ერთად იყო. უკვე ასაკში ითამაშა, სხვათა შორის თბილისში იყო ესეთი სანკულტურის თეატრი, ჰენრიკ იბსენის მოჩვენებაში ფრუ ალვინგი, რომელსაც წლების მერე ვერიკო ითამაშებს, ხო? მათი რეპერტუარიც კი ემთხვევა, აი სადღაც ზინა კვერენჭხილაძის ვერიკო, ნუცაჩხი, იმიტომ რომ ერთი პლანის მსახიობები იყვნენ, რა თქმა უნდა, განსხვავებული ყველას თავისი თვითყოფადობა ჰქონდა და მანერა, მაგრამ აი თვითონ ამპლუის მიხედვით ეს დრამატული, ტრაგიკული, ესე ძლიერი ქალების როლებს ასრულებდნენ ყოველთვის და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ თეატრალური ოჯახი ჰქონდა, მეუღლე გითხარით, რომ რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი. მისი ორი ქალიშვილი, ორივე მსახიობი იყო, მედეა და მერი ქორელები და სიძეებიც თეატრალები იყვნენ. ერთის მერის ქმარი სერგო ზაქარიაძე იყო, ჩვენი ცნობილი მსახიობი და მედეა ქორელის ქმარი გახდათ არჩილ ჩხარტიშვილი, ძალიან კარგი რეჟისორი, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ძალიან დაუმსახურებლად მივიწყებული რა. საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა კოტე მარჯანიშვილი და დაიწყო რეფორმა ქართულ თეატრში. კოტე მარჯანიშვილს დახვდა ბენეფისური სოლისტების თეატრი, მას სხვა მხატვრული პრინციპები ჰქონდა
და როდესაც დადგა თავისი საპროგრამო სპექტაკლი Fuento Avejuna, ცხვრის წყარო, თამარ ჭავჭავაძის შემდეგ ლაურენსიას როლზე მიიწვია ნუცა ჩხეიძე. მაგრამ მათი შემოქმედებითი ტანდემი ვერ შედგა. ნუცა ჩხეიძე ვერაფრით ვერ მოერგო ახალ თეატრალურ ესთეტიკას. და ის უკვე ზედმეტი აღმოჩნდა თეატრისთვის, ეპოქისთვის, დროისთვის, წარმოიდგინეთ 41 წლის ნუცა ჩხეიძე მსახიობი, რომელსაც მუხლმოდრეკით ეთაყვანებოდა ქართველი მაყურებელი. მერე მის ცხოვრებაში დადგა 12 წლიანი შემოქმედებითი პაუზა, როცა როლები აღარ ჰქონდა მსახიობს, რომელმაც როგორც წერენ რევოლუციამდელ თეატრში 300-მდე როლი ითამაშა. პირველი ტრაგიკოსი მსახიობი ქალი, ნუცა ჩხეიძე, რომელიც ერთგვარი ხიდი იყო უფროსი თაობა გულისხმობ ლადო მესხიშვილი, რომლის მოწაფეც იყო თვითონ ქალბატონი ნუცა, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა, ნატო გაბუნი და შემდეგი უკვე მარჯანიშვილისა და ახმეტელის თაობას შორის აი ეს წყვეტა რო არ ყოფილიყო დიდი, ფაქტობრივად აი ერთ-ერთი მთავარი პერსონა ამ პერიოდის ქართული თეატრისა იყო ქალბატონი ნუცა, რომელიც მართლა გასაოცარი ხელწერის არტისტი იყო და რასაც გამოარჩევენ ნუცა ჩხეიძის შემოქმედებაში არის რომ არასოდეს არ გაურბოდა ექსპერიმენტს. ერთ-ერთმა პირველმა იწამა კოტე მარჯანიშვილის ახალი ხელწერისა, სხვადასხვა კოტე მარჯანიშვილმა დაუძახა კინოში და მერე უკვე დაიწყო მისი კინომოღვაწეობა და მიუხედავად იმ პერიოდის რაღაცა არიღებდნენ ბევრ ფილმს, აი ნუცა ჩხეიძე ძალიან ხშირად იყო ხოლმე კინოში წარმოდგენილი და ყოველთვის იყო საჭირო იმ პერიოდის რეპერტუარში, იმიტომ რომ ესეთი არტისტები თანამედროვე ხელწერს, მიუხედავად ტრაგიკოსი მსახიობი ძნელია რაღაცა ზომიერების დაცვა, აი ნუცას ყოველთვის გამოარჩევდნენ და სხვადასხვა ერთი ძალიან იშვიათი თვისება ჰქონდა, რომ განსაკუთრებულად უყვარდა უფროსი თაობის მსახიობებსაც და ახალგაზრდებსაც, რომელიც დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთში, მაგრამ აი ნუცა სიახლოვეს ორივე იჩემებდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ალბათ ძალიან გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ქალბატონი, რომელიც თავის აქტორულ მონაცემებთან ერთად აი ესე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმ თაობათა შორის ომის გაერთიანებაში და დამეგობრებაში. როგორც იგონებენ, როგორც პრესის ფურცლებზე აღნიშნული, ნუცა ჩხეიძე მიუხედავად თავისი აღნაგობისა ის დაბალი ქალი იყო, მაგრამ ძალიან პლასტიკური, როგორც ვერი კვანჯაფარიძე იხსენებს, მას ჰქონდა დასამახსოვრებელი რაღაცა უსაზღვროდ ლურჯი სევდა იდგა მის თვალებში და რადგან ნუცა ჩხეიძის გატაცება იყო ტრაგიკული ბედის ქალები, ვერი კვანჯაფარიძე წერს, რომ სცენიდან ეს თვალები ითხოვდნენ შველას, ითხოვდნენ თანაგრძნობას, რომ გადაერჩინა პერსონაჟის სული.